Kolegieva მოგესალმებით. Ფორუმი არის, შეგვიძლია დავიწყოთ ბიუროს სხდომა. მინდა ვისარგებლოს შემთხვევით, ყველას კიდევ ერთხელ მოგილოცოთ განვლილი დღესასწაულები. ჩვენ მემზადებით საგაზაფხულო სესიის დაწყებისთვის. დღეს გვექნება საორგანიზაციო ბიურო, ასევე დაგვჭირდება ორშაბათს ბიურო და სამშაბათს უკვე გავხსნით საგაზაფხულო სესიას. რამდენიმე საორგანიზაციო საკითხი მინდა გაგაცნოთ. პირველ რიგში როგორც იცით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე, როგორც წესი, არის პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება და შეიძლება პარლამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებით ეს თარიღი შეიცვალოს. ჩვენ მქონდა კონსულტაცია პრეზიდენტთან, მათ შორის იმის გათვალისწინებით, რომ მომავალ კვირას დაგეგმილი არის საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ქვეყნის გარეთ და მნიშვნელოვანია, რომ მთავრობა პრემიერ-მინისტრის წარმოადგენელი იყოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების დროს საერთო კონსულტაციით შევთანხმდით, რომ 17 თებერვალს, ანუ შემდეგ სასესიო კვირას, მომავალ კვირის შემდეგ სასესიო კვირას, სამშაბათს 17 თებერვალს იქნება პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება. როგორც იცით, პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების დღეს პლენარულ სხდომაზე სხვა საკითხები არ განიხილება, ასე რომ 17 თებერვალს გვექნება ეს ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი. მეორე, იცით უკვე და ანონსებული იყო კიდევაც, რომ პარლამენტი გეგმავს შექმნას დროებითი კომისია, მინდა აქვე ხაზგასმით აღვნიშნო, ვინაიდან მედიაში თუ სხვა განხილვების დროს ტერმინოლოგიური უზუსტობები იყო, თითქოს რომ საუბარი არ არის საგამოძიებო კომისიაზე, არამედ დროებით კომისიაზე, რომელიც მათ შორის პარლამენტის რეგლამენტის ბოლო რეფორმის შედეგად და ახალი რეგლამენტის შედეგად უფრო პრაქტიკულ, მოქნილ ინსტრუმენტად იქცა და ესეც ერთ-ერთი მაგალითია პარლამენტის მხრიდან საზოგადოებრივი მნიშვნელოვანი საკითხებისთვის დროებითი კომისიის შექმნის. როგორც იცით, მანამდე შექმნილი არის კომისია ქალთა, დედათა და ბავშვთა საკითხებთან დაკავშირებით. გარდა რაც შეეხება თავად დროებით კომისიას, იცით, რომ ინიციატივა მოდის ფრაქცია ქართული ოცნების მხრიდან. ჩვენ თავად დადგენილებას პროექტი ორშაბათს გამოვა ბიუროს სხდომაზე, იცით, რომ კომიტეტებზე განხილვის გარეშე პირდაპირ გავა პლენარულ სხდომაზე დადგენილება. თუმცა იმისთვის, რომ ყველა ფრაქცია პოლიტიკური ჯგუფი მომზადებული იყოს სამუშაოდ, გაცნობებთ, რომ როდესაც დადგენილებას მივიღებთ, შემდეგ საპროცედურო კომიტეტი განსაზღვრავს კომიტეტის შემადგენლობის რაოდენობას და აქედან გამომდინარე გამოთვლის კვოტებს თითოეული ფრაქციისთვის და პოლიტიკური ჯგუფისთვის. თუმცა აქვე წინსწრებით მინდა გაცნობოთ, რა თქმა უნდა, კომიტეტმა უნდა გადაწყვიტოს, თუმცა თავად ფრაქცია ქართული ოცნების ინიციატივა არის, რომ კომისია იყოს 14 კაციანი შემადგენლობით და თუ კი კომიტეტი ამ ინიციატივას გაიზიარებს, საპროცედურო კომიტეტი და 14 კაციანი შემადგენლობით იქნება, ამ შემთხვევაში კვოტები გამოვა და როგორც იცით, უმრავლესობას არ უნდა ყავდეს კომისიაში უმრავლესობა. გამოვა 7 წევრი ქართული ოცნებისთვის, 3 წევრი ხალხის ძალისთვის, 3 წევრი საქართველოსთვის ფრაქცია და 1 წევრი ევროსოციალისტების. ანუ 7, 3, 3, 1. ამიტომ გთხოვთ, რომ წინასწარ უკვე მომზადებული იყოთ, ვისაც სურს მონაწილეობას მიიღება კომისიის მუშაობაში, რომ ასე ვთქვათ, კანდიდატები ზე იყოთ ჩამოყალიბებული. ვინაიდან მათ შორის ჩვენი მიზანიც არის, რომ რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს კომისია მუშაობა, ამიტომ ამ ხრივ სავარაუდოდ ჩვენ 4 შაბათს დილის ბიუროსთვის უკვე წარმოდგენილი უნდა იყოს ფრაქციებისგან და პოლიტიკური ჯგუფებისგან მათი წევრები კომისიაში. ამიტომ მანამდე დრო გაქვთ, შეგიძლიათ ჩამოყალიბდეთ ამ საკითხთან დაკავშირებით. გუშინ მათ შორის უმრავლესობის ლიდერმაც დაანონსა, რომ ფრაქციის ინიციატივა არის, რომ კომისიას უხელმძღვანელობს ბატონმა შოთა ბერიკაშვილმა. ასე რომ მომავალ კვირას სამშაბათი, 4 შაბათი დაეთმობა კომისიის ჩამოყალიბებას და იმედი მაქვს, რომ უკვე 4 შაბათიდან, 5 შაბათიდან კომისია უკვე დაიწყებს სრულფასოვნად მუშაობას და გვექნება შესაძლებლობა, რომ ამ საკითხებზე ვიმუშაოთ. მათ შორის ინიციატივის ავტორების მხრიდან დასახელებული არის 3-თვიანი ვადა კომისიის მუშაობის და ამ შედეგად აქედან გამომდინარე ჩვენ კომისიას ექნება ძალიან
ინტენსიური მუშაობის შესაძლებლობა. ესაც შეეხება დროებით კომისიას. შემდეგი საკითხი მომავალი სასესიო კვირის პლენარის ხდომების განრიგს შეეხება. დღის წესრიგით, რომელსაც ჩვენ დღეს გავივლით, ნახავთ რომ არის რამდენიმე არის დაჩქარებული პროექტიც არის მათ შორის დღის წესრიგში და ჩვეულებრივად განსახილველი საკითხები. გამომდინარე ჩვენი დღის წესრიგიდან ვარაუდობ რომ ჩვენ 3 შაბათი, 4 შაბათი, 2 დღე დაგვჭირდება. მათ შორის 4 შაბათს 2 კენჭისყრა დაჩქარებული კანონ პროექტისთვის. ასე რომ შეგიძლიათ ასე დაგეგმოთ თქვენი მომავალი სამუშაო კვირა. პრინციპში ამ მხრივ ყველაფერი მოგახსენეთ, ხო გარდა ამისა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტიდან გამომდინარე გათვალისწინებული ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წლიური ანგარიში, რომელიც ასევე როგორც წესი პირველ სასესიო კვირას იმართება, თუმცა იმავე მიზეზებიდან გამომდინარე, რომელიც მოგახსენეთ პრეზიდენტის ყოველწლიურ მიმართვასთან დაკავშირებით, მოხსენებასთან დაკავშირებით და იქიდან გამომდინარე პრეზიდენტის მოხსენების კვირასაც არ დაემთხოს, ვარაუდობ რომ მარტის პირველ კვირაში წარმოვადგენ ჩემს ანგარიშს უკვე პარლამენტის წინაშე. ეს არის პრინციპში საორგანიზაციო საკითხები, რაც მინდოდა მეხსენებინა, რაც შეეხება თავად დღის წესრიგს. ახალი საკანონმდებლო ინიციატივების სახით წარმოდგენილი არის საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილების პაკეტი. ჰაჭარის ინიციატივა გახლავთ დასკვნები დადებითია წამყვან კომიტეტად შემოთავაზებულია განათლების მეცნიერების და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი, სავალდებულო დასკვნისთვის კულტურის კომიტეტი. ერთი თემა თქვენ მოგეხსენებათ ჯერ კიდე ესე ვთქვათ არასასესიო პერიოდია დადაგების შესაბამისად ამ პერიოდში ვადის დინებები არის გაჩერებული და გთხოვთ გადაწყვეტილების მიღებისას განხილვის პროცესში ასევე კენჭი უყაროთ რომ ვადის ათვლა ხვალიდან დაეწყოს იმისთვის რომ მომავალი კვირისთვის შესაძლებელი იყოს უკვე აღნიშნულ კანონ პროექტებზე მსჯელობა კომიტეტებში. კი ბატონო, გადაეც შესაბამის კომიტეტს და ასევე გთხოვთ თქვენ თანხმობას ვადის ხელახლა ათვლასთან დაკავშირებით. მადლობთ. შემდეგი საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ კანონის ცვლილება. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი სავალდებულო დასკვნისთვის. კი ბატონო, აქაც იგივე საკითხი იქნება ალბათ. ყველა ინიციატივაზე ბატონო, ვადის ხელახლა ათვლასთან დაკავშირებით. მადლობთ. შემდეგი იურიდიული დახმარების შესახებ კანონში ცვლილების პაკეტი. პაკეტი გახლავთ წამყვანი იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ადამიანის უფლებათა დაცვის და საპროცედურო სავალდებულო დასკვნისთვის. კი ბატონო, გისმენთ ბატონო არჩევ. მადლობა ბატონო თავმჯდომარე. გამომდინარე იქიდან რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები ვართ აღნიშნული ინიციატივის ინიციატორები, ვფიქრობთ რომ მიზანშეწონილია წამყვანი კომიტეტი ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის იყოს განსაზღვრული და სავალდებულო კომიტეტი არ იყოს თუ რაიმე იქნება რა თქმა უნდა ისედაც კომუნიკაცია, კონსულტაციები გვაქვს საჭირო იურიდიულ კუთხით. მათ შორის არც და მხოლოდ ერთი კომიტეტი განსაზღვროთ ადამიანის უფლებები. თავისი შინაარსიდან გამომდინარე არ საჭიროებს დამატებას. დიახ, რეგლამენტში მხოლოდ ისეთი საკითხია, რომელიც არ გულისხმობს შინაარსობრივ განსაკუთრებულ ცვლილებას, რომელიც საპროცედურო კომიტეტს თუ არ აქვს ამის თუ არ აქვს საპროცედუროს განსხვავებული პოზიცია. შეგვიძლია განსაზღვროთ იურიდიულ საკითხთა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი და აქაც ხოთ თქვენს თანხმობას ვადის ხელახლა ათვლაზე. გმადლობთ. ოფიციალური სტატისტიკის შესახებ კანონში ცვლილება. ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს როგორც წამყვანი. კი ბატონო, აქაც თანხმობას ვთხოვთ ვადის ხელახლა ათვლაზე. გმადლობთ. შემდეგი გრანტების შესახებ კანონში ცვლილების პაკეტი. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი და აქაც ვადისათვის თემა. გმადლობთ. აქაც ვადების ათვლასთან დაკავშირებით ვთხოვთ გადაწყვეტილებას. ასევე არის ინიციატივები თქვენ როგორც ბრძანეთ, მათ ორშაბათს უწევს გამოსვლა, მათ შორის არის დაჩქარებული პროექტები და დროებით კომისიასთან ერთად ორშაბათის ბიუროზე შემოვა აღნიშნული მასალები. კი ბატონო, მათ შორის დროებით კომისია განათლების რეფორმის უმაღლესი და ზოგადი განათლების რეფორმის პაკეტი, რომელიც ორშაბათის რომელიც დაჩქარებული წესით არის წარმოდგენილი და ორშაბათს დაგეგმილ გასამართ ბიუროზე გამოვა. თუმცა ისინი უკვე შემოსული არის პარლამენტში. რაც შეეხება საორგანიზაციო საკითხებს, გვაქვს დასამტკიცებელი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მომართვა ბატონ გივი ჩიჩინაძეს იტალიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფში წარდგენის შესახებ, გთხოვთ თქვენს თანხმობას. გმადლობთ. ასევე დასამტკიცებელია პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხთან დაკავშირებით დროებითი კომისიის თავმჯდომარის ბატონი გიორგი ვოლსკის მიერ დასამტკიცებლად წარმოდგენილი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხთან დაკავშირებით დროებითი კომისიის განახლებული დებულება. გისმენთ ბატონ გიორგი. ეს კი რამოდენიმე ტექნიკური შესწორება შეიტანა
ამ იმაში დებულების ტექსტში და გასათვალისწინებელია როგორც მითხეს ბიუროზე განვაცხადე ამის თაობაზე არ არის შინაარსობრივად რაიმე ცვლილება. კი ბატონო, ამის გათვალისწინებით გთხოვთ დავამტკიცოთ დებულება. მადლობთ. ასევე კენცაყრელი გახლავთ რამდენიმე საკითხი, ორი საკითხი, შემდეგ მესამე და მეოთხე საკითხი, რომელიც ეხება კანონპროექტების განხილვადის გაგრძელებას. გთხოვთ ამასაც ხარი დაუჭიროთ. მადლობთ. ცნობად ვიღებთ საგარეო სამინისტროს ინფორმაციას საქართველოს შინაგანო სამინისტროს და თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს შორის შინაგანო სამინისტროს სახელმწიფო დაწესებულების სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეების ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში ზღვის მცველი მონაწილეობისას თურქეთის რესპუბლიკის საზღვაო ძალების ხომალდზე განთავსებასთან დაკავშირებით ტექნიკური შეთანხმების ძალაში შესვლასთან დაკავშირებით. შემდეგი გახლავთ ლობისტად რეგისტრაციის განცხადება, რომელიც გადაეცემა საპროცედურო საკითხთა კომიტეტს. შემდეგი გახლავთ 25000 აღნიშნულის ინიციატივით საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი ხელმოწერების ფურცლების პარლამენტისთვის წარდგენის შესახებ საკითხი. ესეც გადაეცემა საპროცედურო საკითხთა კომიტეტს ხელმოწერების შესამოწმედ ეხება უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლიანი მდგომარეობის შესახებ კანონში ცვლილებას, რომელიც წარმოდგენილია მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის მიერ. თუ სხვა საკითხები არ არის, ჩვენ ორშაბათს გვექნება ბიურო, დროს გაცნობებთ, დროსთან დაკავშირებით გაცნობებთ კიდევ. დღევანდელი ბიუროს ხდომა ამით დახურულია.